ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელეში. განახლებული ინფრასტრუქტურა განათლების მინისტრმა დაათვალიერა და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალ შენობაში სწავლის დაწყება მიულოცა. შენობა 250-ზე მეტ მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად განახდა და ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულებამ 3 მილიონამდე ლარი შეადგინა. განახლებულია როგორც უშუალოდ შენობა და გამაგრებულია, ასევე გაკეთებულია ყველა სასწავლო ოთახი, საკლასო ოთახი, განახლებულია სპორტული დარბაზი და ჩვენ როგორც ამ სკოლაში, ასევე სხვა 100-მდე საჯარო სკოლაში წლის ბოლომდე შევძლებთ ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულებას. დღეიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას გააგრძელებენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახლად რეაბილიტირებულ სკოლაში. მინდა მიულოცო ღრმაღელის მოსახლეობას, მინდა მიულოცო პედაგოგებს და მოსწავლეებს. სკოლა სრულად აკმაყოფილებს ყველა იმ სტანდარტს, რაც თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება. სკოლაში ამ ეტაპში სწავლობს 115 მოსწავლე, 20 პედაგოგი და ყველანი ბედნიერები ვართ.